მეშვიდე განზომილება სრულიად განსხვავებული სამყაროა. თუ ადამიანი მას შეხედავს, გაგიჟდება. ამიტომ ყველაფრის თვალდახუჭული კეთება მოგიწევთ. იქ მისასვლელად აანთეთ ჭადოსნური სანთელი. გადაუსვით მასზე ხელი 4-ჯერ საათის ისრის მიმართულებით. თუ სანთელი ჩაქრება, თქვენ იქ ყოფნის დროს, თქვენ სამყაროში დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ. კარგი, სანთელი აანთე, მე წავალ. არა, კარგი, მე უნდა წავიდე. მოდი ვითამაშოთ თამაში, ვინც გაიმარჯვებს, მეშვიდე განზომილებაში წავა. კარგი, ჯეირანი, კარგი, ჯეირანი. 1 2 3 მე მოვიგე, მე ნირდი ვარ. ამელკა, შეგიძლია გადაიქრო? დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლეო, ეს რა გაკეთე? მეშვიდე განზომილებაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ყოფილა, ვინც ვერ მოახერხა იქიდან გასვლა, სამუდაოდ იქ დარჩა. ადამიანის ამ განზომილებიდან გამოყვანის გზა არ არსებობს. თუ შენი მეგობარი იქ არის, შეგიძლია დაემშვიდობო მას. ჯინი, როგორც იქნა მოხვედი? ეს სიმართლეა? ამელკა სამუდამოდ გაქრა? არა, ის უნდა დავაბრუნოთ. კიტი, ჩვენ მას უკან ვერ დავაბრუნებთ. როგორ? ჩვენ არ შეგვიძლია მისი მიტოვება. ხო ვიცი, რომ ადამიანები ამ ადგილიდან აღარ ბრუნდებიან და ამელკა დაბრუნდება. კიტი, ამას უნდა შევეგუოთ. ამელკას გარეშე უნდა გავაგზავნოთ ცხოვრება. ამას არ შევეგუები. ამელკას გადავარჩენ. მისი ყურადღება უნდა გადავიტანოთ, თორემ ის გაგიჟდება. ჯობია არაფერი უთხრა. ადრე თუ გვიან დამშვიდდება. კარგი, მოდი ამელკას ნივთები მოვაშოროთ, რომ კიტი მასზე აღარ იფიქროს. კარგი. ეს უბედური შემთხვევა იყო. ვერ ვიჯერებ, რომ ამელკა აქ აღარ მოვა. მაყურებელი მეწოდება, მათ ის ძალიან უყვართ. ამელკას გაუჩინარებაში მე დამადანაშაულებენ. სწორად მოიქცევიან, ეს შენი ბრალია. ჩემი ბრალი არ არის. ეს უბედური შემთხვევა იყო. ნედავ რაიმე მნიშვნელოვანი იყოს. ამელკა მაინც არ დაბრუნდება. რადგან აღარ სჭირდება, მის ჩანთას ალიღებ. ძვირფასო ჯინი გილოცავს ამთრის არდადეგების დაწყებას. მიხარია რომ დავმეგობდით, ძალიან საყვარელი და კეთილი ხარ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ. სიყვარულით, ამელკა. კარგი, ამელკა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე და ძალიან მომენატრება. ჩემთვისაც არის საჩუქარი? ლეო, როგორ შეგიძლია საჩუქრებზე იფიქრო? უბრალოდ ეგოისტი ხარ. კარგი, ამელკამ ყველაფერი გააკეთა. სურდა რომ ეს საჩუქრები ჩვენ მიგვეღო. კარგი, გადავხედავ. ასე რომ, მეგობრის დასაბრუნებლად თქვენ გჭირდებათ დაბრუნების ქვა. შენიშნა, ეს არ გამოიყენება, თუ მეგობარი მეშვიდე განზომილებაშია. კარგი, რაღაც გზა ხომ უნდა არსებობდეს. არა მგონია, აქ არ იყოს. უნდა გავისეირნო, გონება დავემშვიდო, იქნებ რამე მოვიფიქრო. რა საკეთებ აქ? ჩვენ ამელკას ნივთებს ვიღებთ. მისთან სასმას წავიღებ, არ მინდა რომ ყველათ დაიკარგოს. კარგი, გაგიჟდით? ჰეი, მე ამ ყველაფერს ვიღებ. შენთვის სხვა რამე აირჩიე. ალო, სხვათა შორის ამელკა ცოცხალია. გველოდება, როდის გადავარჩენთ. ჩვენ ეს ყველაფერი დანამდვილებით არ ვიცით. თქვენ მეგობრები კი არა, ნამდვილი მოღალატეები ხართ. ამელკა მიცოდა, რომ შეიძლებოდა იქ გაჭედილიყო. კარგი, ამელკას ნივთები თავის ადგილას დააბრუნეთ. ყველა მათგანი. გაიგეთ? კიტის ყურადღების გადასატანად სხვა გზა გვჭირდება. ვიცი, მოდი ამელკას პატივსაცემად წვეულება გავმართოთ. ფიქრობ რომ ეს კარგი იდეაა? მიხვდება, რომ ჩვენს მოწყენილები ვართ. კარგი, მაშინ მოვემზადოთ. კარგი, ეს ამელკას საყვარელი ორცხობილაა. ეს ამელკას საყვარელი ზარდახშაა. კი, სწორედ ამიტომ არის ის ახლა იქ. და მომწონს, მასში იმდენი საინტერესო რამე არის. კარგი, ყველაფერი ისე დააბრუნეთ, როგორც გითხარით? კი, ყველაფერი დააბრუნეთ. მოიცა, რა საკეთებთ აქ? ჩვენ ამელკას პატივსაცემად წვეულებას მართავთ. კარგია, მალე დაბრუნდება და ძალიან ბედნიერი იქნება. შენ რა სიტყვი? რაიმე იდეა გააქვს? სინამდვილეში, კი ერთი გზა ვიპოვე.
მოიცა. რასაპირე? კარგი. თუ ადამიანთან მჭიდრო კავშირი გაქვთ და მისი ნივთების ბევრი გაქვთ, მასთან დაკავშირებას ყველგან შეძლებთ. ეს ძალიან მარტივია. ამისთვის უიჯის დაფა დაგჭირდებათ. ანუ შეგვიძლია ამელკას ვესაუბროთ? აბა რას ველოდებით? სანთელი აანთეთ. გაიწიეთ. მისმინე, ამელკას დაველაპარაკებით, მაგრამ როგორ დავაბრუნოთ იგი? კარგი, იქნებ თვითონ გაარკვია რამე და გვეტყვის. კარგი, თვალები დახუჯეთ. ამელკა, გაიგონე ჩვენ შენი საუკეთესო მეგობრები, შენ გეძახით. როგორც ჩანს, არ გამოვიდა. მოიცა და რა უნდა მოხდეს? გაჩუმდი. ამელკა, გვისმინე, ამელკა, გვინდა დაგეხმაროთ. ჯანდაბა! ამელკა, შენ ხარ? ამელკა აქ არის. ამელკა, როგორ ხარ? კარგად. მეგობრები, ვიპოვე. როგორი მეგობრების პოვნა შეეძლო მასი? არ აქვს მნიშვნელობა, ის უნდა დავაბრუნოთ. ამელკა, იცი როგორ დაგაბრუნოთ? ოღონდ ეს არა. პასუხი ზარდახშაშია. პასუხი ზარდახშაშია? ანუ შანსი არსებობს? კარგი, ვიცოდი, მაგრამ არ დამიჯერეთ. ვიჩქაროთ? ამელკა, იქნებ შენმა ახალმა მეგობრებმა რამე იცოდნენ? ნახვამდის. არა, ამელკა, მოიცადე. რას უნდა მივაქციოთ? ყურადღება? ვინ არიან შენი მეგობრები? ამელკა! არა მგონია რომ მან გვიპასუხოს. იქ სრულიად მარტოა, შეშინებულია. ეს არ არის, უფრო მეტიც, მან თქვა რომ იქ მეგობრები ყავდა. იმ სამყაროში ადამიანი გიждდება, როგორი მეგობრები შეიძლება იყვნენ? იცი, ვინც დაგვეხმარება? მართალია, ყოვლის მცოდნე თავის ქალა. ჰეი, პატარა თავის ქალა, შენი დახმარება გჭირდება. ბატონო მოლაპარაკე თავის ქალა. შეგიძლიათ გითხრათ, როგორ დავაბრუნოთ ამელკა? მე 7 განზომილებიდან ჯერ არავინ დაბრუნებულა. მაგრამ ამელკამ თქვა, რომ დაბრუნების გზა არსებობს. ეს გზა არ ვიცი. უკეთ დაფიქრდი, პატარა თავის ქალა. ბიჭო, გამიშვი, შენი მეგობარი მე-7 განზომილებაში დარჩება. ლეო, შეწყვიტე მისი წამება. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს. როგორი ახალი მეგობრები ყავს ამელკას? ვაუ, ხედავ რომ მე-7 განზომილების ურჩხულებთან დამეგობრდა. როგორ ურჩხულებთან? ამელია საფრთხეშია? ისინი მეგობრულები არიან იქამდე, სანამ ამელია მათ არ შეხედავს. გვიანბე მეტი მათ შესახებ. მათ აქვთ გამჭვირვალე სხეულები და მრავალი ფრთა. ადამიანს არ აქვს საკმარისი ფანტაზია მათ წარმოსადგენად. ასე რომ, ჩვენ გვაქვს დრო მის გადასარჩენად. შენ არ, ჰეი! მადლობა, დახმარებისთვის. ახლა კი გაჩუმდი. კარგი, თავის ქალამაც კი არ იცის, როგორ გადაარჩინოს ამელკა. კარგი. იცი რა? მგონი ორივეს განზრახ არ გინდათ ამელკას გადარჩენა. სულ გაგიჟდი და რა? ყველაფერი ერთმანეთში ჯდება. გინდათ რომ მისი ნივთები თქვენც აიღოთ. როგორი ადამიანები გგონი ვართ? მაშინ რატომ არ ეძებთ მის გადარჩენის გზას? ვერ ხვდები. ეს ძალიან უცნაურია. სიმართლე გითხრა, მე მეშინია. მეც, ეს ყველა ჯადოქარი და მაგია. არ მეგონა რომ ასეთი საშიში იყო. არ მინდა რომ ამელკას ადგილას ვიყო. კარგი, თქვენ შიშრები ხართ. შენ თვითონ არ გეშინია? რა თქმა უნდა ასეა. მაგრამ ამელკა ჩვენი მეგობარია. მოკლედ, რაც გინდათ ის გააკეთეთ და მე ზარდახშას გადავქეკავ. სანამ ამ ჯადოსნურ რაღაცას არ ვიპოვი, ამელკას დასაბრუნებლად. კარგი, შენთან ერთად ვარ. მეც არ მინდა ყველაზე მშიშარა ვიყო. ეს მაშინვე უნდა გაგეკეთებინათ. ერთად სწრაფად დავაბრუნებთ ამელკას. კარგი, მაშინ ნუ დავკარგავთ დროს. ეს ქუდი იქნებ რაიმეში დაგვეხმაროს? მოიცა, ღიურში ჩავიხედოთ.
მე არ დავიხურავ. კარგი. და თუ დაგჭირდება, დაიხურავ, როგორმე სასარგებლო უნდა იყო. ვიპოვე. გასაგებია, ეს ილუზიონისტის კუდია. და რა შეუძლია მას? შეგიძლია მისგან მიიღო ნებისმიერი ნივთი, რაც მის მფლობელს სურს. ამისთვის უბრალოდ იფიქრე იმანზე, რისი მიღებაც გინდა და კუდი კრისიერად მოგცემს მას. ყველაფერი მაშინვე რეალიზებული იქნება. როგორ ხდება? არ მჯერა. აი, მისი ისტორია. ერთ დღეს დიდი მეომარი მეფე ლეონარდ მესამე თავს დაესხა ჯადოქრების ქალაქს. ის აპირებდა მის განადგურებას, მაგრამ ერთმა მამაცმა მცხოვრებმა სთხოვა არ შეხებოდა ქალაქს. სანაცვლოდ კი ძვირფას საჩუქარს დაჰპირდა. ლეონარდმა იფიქრა, რა შეეძლოთ ჯადოქრებს მისთვის მიეცათ და ის დათანხმდა. ქალაქის მცხოვრებმა მას კუდი აჩუქა და უთხრა, რომ შეეძლო იქედან ყველაფერი მიეღო ნებისმიერი იარაღი და ჯავშანი. ლეონარდს ძალიან მოეწონა ეს საჩუქარი. დანაპირებისამებრ ქალაქს არ შეეხო. დიდი ხნის განმავლობაში კუდს იღენებდა, მისი წყალობით ბრძოლებში იმარჯვებდა და გემრიელ საჭმელებს მიირთმევდა, მაგრამ ერთ დღეს მას მოეჩვენა, რომ ეს საჩუქარი საკმარისი არ იყო და მას კიდევ რაღაცის მიღება მოუნდა. ჯადოქრების ქალაქის მაცხოვრებლებისგან მან ბრძანა კვლავ დასხმოდნენ ქალაქს თავს, მაგრამ როგორც კი ქალაქს მიუახლოვდა, კუდმა შიგნით შეიწოვა. ჯადოქრებისთვის მიცემული დაპირება არ უნდა დაირქვეს. ეს არის კანონი, რომელიც ლეონარდმა არ იცოდა. საწყალი ლეონარდი. მან ეს დაიმსახურა, ქალაქს თავს არ უნდა დასხმოდა. გეთახმები. როგორ ფიქრობ, ლეონარდი ისევ იქ არის? ლეონარდ, გამარჯობა. არა მგონია, ამდენი წელი გავიდა. შეიძლება მისი ძვლები იქ იყოს. ვაუ, გოგოებო, შეხედე, მუშაობს. შენთვისაც გინდა რამე მიიღო? არა, მადლობა. კარგი, დამიჯერეთ. ჩვენ მაგიას არასდროს უნდა ვეხუმროთ. გოგოებო, შესანიშნავი იდეა მაქვს. კარგი, რა მოხდება თუ ამელკას აქედან გამოვიყვანთ? ამერკას კუდიდან? კი, რატომაც არა? ლეო, გენიოსი ხარ. მიდი, სცადე. ლეო, სურათი არა, არამედ ნამდვილი ამელია. და მე ნამდვილად ამელია წარმოვიდგინე. შენიშნა, კუდიდან ადამიანების ან სხვა ცოცხალი არსებების ამოღება შეუძლებელია. მე ვნახე, როგორ ამოყავდათ კურდლები კუდიდან. ლეო, ჩვენ ცირკში არ ვართ. ასე რომ, კუდი ამელკას დაბრუნებაშიც ვერ დაგვეხმარება. არა, კარგი, მოდი კიდევ ვეძებოთ. ბავშვებო. ბავშვებო. გაიგეთ ეს? ეს ამელკას ხმა იყო. იქნებ ამელკა უკვე დაბრუნდა? მეორე სართულიდან ხმები ისმის. შეგიძლია შეამოწმო? კარგი, ლეო წავა. ჰეი, რატომ მაშინვე მე? ეს ამელკა, თუ უკვე გეშინია მისი? კარგი, ლეო, ერთად წავიდეთ. მიდით და კაბინეტში შევხედავ. ამელკა, აქ ხარ? ამელკა, გამოდი გარეთ. გააღე. თავად გააღე. ყველაფერი გასაგებია. კიტი! რა ხდება იქ, ბავშვებო? იცი კიტი, რა მოხდა? ამელკას სურათი უმიზეზოდ ჩამოვარდა. ამელკა იქ არ არის. ბავშვებო, დღიურში წავიკითხე, რომ ეს ცუდის ნიშანია. ბევრი დრო არ გვაქვს, საერთოდ არანაირი პროგრესი არ გვაქვს. საწყალი ამელკა. კარგი, ნუ ვიცუწუნებთ. გააგზავნეთ სამდახშოში ზებნა. რაღაც ქაღალდებია. რაღაც ქაღალდები შენ ხარ. ეს კი დიდი გრაგნილებია. ნუ გახსნით მათ, მომისმინეთ. ეს დაბრუნების გრაგნილია, ეს აღდგომის გრაგნილია და ეს დავიწყების გრაგნილია. უმჯობესია არ გახსნათ იგი. კარგი, როგორ წავიდით ხო? ლეო, იცი რა არის? ტვინი გჭირდება, სამსუხაროა რობის არ გაქვს. დამშვიდით, მომისმინეთ. ეს გრაგნილები მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის. გამოიყენეთ ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, სხვა დროს არა.
აღდგომის გრაგნილთან ყველაფერი ნათელია, მაგრამ რაც შეეხება დავიწყებასა და დაბრუნებას, დაბრუნების გრაგნილი დაგეხმარებათ, დააბრუნოთ ნებისმიერი ნივთი, რომელიც ოდესმე გქონდათ. დავიწყების გრაგნილით კი შეგიძლიათ პლანეტის ყველა მაცხოვრებლის მეხსიერებიდან წაშალოთ ერთი რამე ან ფენომენი. ვერც ერთი ბრძენი ადამიანი ვერ ბედავდა გრაგნილის გამოყენებას, რადგან მას შეეძლო სამყარო მთლიანად შეეცვალა მე მინდა რომ საშინაო დავალებები მოვაშორო ამ სამყაროდან. სამუდამოდ. და მე უბობებს მოვაშორებდი. ძულს ისინი. კარგი, სერიოზული საქმე გვაქვს და თქვენ ისევ აქ ხუმრობთ? შენ გონია რომ ხუმრობ? ჯინი, დამალე ეს გრაგნილები, რომ ლეომ ვერ მიაგნოს მათ. კარგი, კიტი, რატომ არასდროს არ მენდობი? არ გეწყინოს ლეო, მაგრამ შენ მხოლოდ პრობლემებს გნი. ამელკაც კი შენ გამოა იქ, ასე რომ? გავაგრძელებთ ძებნას. კარგი, სად დამალო ისინი? ეს რა არის? და ეს გასაღები რისთვისაა? ეს ყველა კარის გასაღებია. არა მგონია რომ დაგვეხმაროს. იქნებ დაგვეხმაროს. წაიკითხე. კარგი. დიდ ქალაქში ძალიან მდიდარი კაცი ცხოვრობდა. მას იმდენი ნივთი ჰქონდა, რომ მათ შესანახად ცალკე სახლი იყიდა. სიმდიდრის შესანარჩუნებლად მან თავისთვის სპეციალური გასაღები დაამზადა. ის იშვიათი ლითონებისგან და ქვებისგან იყო დამზადებული და ვერავინ შეძლებდა მისნაირის ქონას. ერთხელ ქალაქში სეირნობისას გასაღები დაკარგა. დიდარმა ქალაქში ძებნა დაიწყო, მაგრამ ვერ იპოვა. დიდარმა საკეთის გაღება სცადა, მაგრამ ძალიან ძლიერი იყო. შემდეგ ჯადოქარს თხოვა, რომ კარების გაღებაში დახმარებოდა, რათა თავისი სიმდიდრე ისევ გამოეყენებინა. ჯადოქარმა შესთავაზა, რომ ყველა კარის გასაღებს მისცემდა, მაგრამ იმ პირობით, რომ თავისი სიმდიდრის ნახევარს ღარიბებს დაურიგებდა. დიდარი კაცი არ დათანხმდა და ჯადოქრის მოთხოვნაზე გაეცინა. ის არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდებოდა ფულის გაცემას. დიდარ კაცს ფულის გარეშე ცხოვრება მოუწია. ფიქრობდა, რომ მოკვდებოდა, მაგრამ კეთილმა ხალხმა შეიბრალა, გამოკვება და მათთან წაიყვანეს საცხოვრებლად. დიდარი კაცი ამ საქციელით აღფრთოვანებული დარჩა. ის კვლავ მივიდა ჯადოქართან და კვლავ სთხოვა გასაღები. მან უთხრა, რომ მთელ თავის სიმდიდრეს ღარიბებს მისცემდა. მას შემდეგ ის გასაღების მცველი გახდა და ხალხს ეხმარებოდა. რა სულელია? რატომ მისცა ყველაფერი სხვებს? ლეო, შენ ვერ გაიგე. ბავშვებო, ამელკასგან წერილია. მეგობრებო, თუ ამ ჩანაწერს კითხულობთ, მაშინ რაღაც ცუდი დამემართა. ვიცოდი, რომ მაგიის კეთებისას რისკავდი, მაგრამ მინდოდა, რომ სამყარო უკეთეს ადგილად მეკცია. თუ არ დავბრუნდები, ზარდახშა გაანადგურეთ, თორემ პრობლემები შეგექმნებათ. მან ყველაფერი იცოდა, გოგოებო, როგორც ჩანს, ზარდახშაში არაფერი დარჩა. ყველაფერი შევამოწმეთ. მაგრამ ამელკამ თქვა, რომ ზარდახშა დაგვეხმარებოდა და მგონი ეს იმიტომ თქვა, რომ ყურადღება გაგვეფანდა და მეშვიდე განზომილებაში არ გავყოლულიყავით. მართალია, მეშვიდე განზომილებაში წავალ. არა! მაგრამ ამელკას იქვიპოვი, ამ რისკზე წასვლა აღარ შეგვიძლია. რა ვქნათ? ძალიან ცოტა დრო გვაქვს. გირჩევთ? ზარდახშა დავწვათ. გაგიჟდი? დაფიქრდი, ამელკამ თავად გთხოვა მისი დაწვა. ლეო, სრულიად სულელი ხარ? დაფიქრდი, დრო არ გვაქვს. რა მოხდება თუ ეს საიდუმლო შეტყობინებაა და თუ ზარდახშას დავწვავთ, მაშინვე ამელკა დაბრუნდება. კარგი, და ეს ლოგიკურია. კი, ლოგიკურია, მაგრამ შემდეგ უკან დასახევი გზა აღარ იქნება. ახლა უკან დასახევი გზა აღარ არის. ბენზინი და ასანთი მოიტანეთ. ეს ამელკასგანაა. ეს ამელკასგან არ არის. ისევის ჯადოქარია, რომელსაც ჩვენი მემკვიდრეობის საფმე ვასულს. დრო არ გვაქვს. ზარდახშა უნდა დავწვათ. რა უნდა მას? გონია, რომ ჩემი ზარდახშის გაფუჭება გინდათ. მისწერე, რომ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. კი, ჯობია არ ჩაერიო. ამას მივწერ. ახლა შენთვის დრო არ გვაქვს. ნიშნულოვანი საქმეები გვაქვს. კარგი, ასანთებად ქაღალდი უნდა ავიღოთ. ცეცხლში ფეიერვერკები უნდა ჩავყაროთ? ლეო, მოიცა, რა ფეიერვერკები? ისევ ის არის? მგონია, რომ შენს მეგობარს რაღაც დაემართა. მითხარით, სანამ თავად გავიგებ. იცოდეთ, რომ გელოდებით. აი, ამას გეთქვით, რო უთხარი. კიტი, ყველაფერი უთხარი. იქნებ ის დაგვეხმაროს. ლეო, კარგი. დღეს შენი სისულელეებით მკლავ. იქნებ ის დაგვეხმაროს. ხუმრობ, დაგვეხმაროს? მან თავისი წყევლით კინაღამ მართა მოკლა. ის მხოლოდ პრობლემაა. ჩვენ მას არაფერს არ ვეტყვით. მორჩა.
წერტილი. თქვენ წადით, ზარდახშა გარეთ გაიტანეთ და მე დაგეწევით. უბრალოდ ჩემს გარეშე ცეცხლს უწაუკიდებთ. კარგი, მაგრამ რა მოხდება თუ ეს ჯადოქარი დაგვეხმარება? წუხარ თქვენთვის. სამწუხაროა რომ თქვენ თვითონ ვერ უმკლავდებით ამ ყველაფერს. არავინ იცის? არავინ? მაგრამ მე ვიცი. მართლა? მართლა? დაგვეხმარები? შეგიძლია? არ ვიცი, რატომ უნდა დაგეხმაროთ? ჩვენ მტრები ვართ. სად არის ეს ლეო? მე მალე გავიღინები. არ გამიკვირდება თუ ის ახლა კონსოლთან ზის და თამაშობს. ყურები აუწიოთ და სახლიდან გამოვიყვანოთ. წავედით. ლეო, ჩემს ტელეფონს შეეხე? მე უბრალოდ უბრალოდ? კარგი რა. შიში სრულიად თაკარგე. გირჩევ, გარეთ გავაგდოთ. დარჩეს სიცივეში და მერე ცოტა აზრზე მოვა. მოიცა, ჩემი ტელეფონიდან მესიჯებს წერდი? მე გთავაზობ, რომ მას ჭკუა ვასწავლოთ. ნუ მცემთ, უბრალოდ ამილკას გადარჩენა მინდოდა. კარგი, ის ლეოს ამდენ ტყუილებს ეუბნება. შეგვიძლია სულ მცირე მოусმინოთ, რას ამბობს იგი? კარგი, მოდი მოусმინოთ მას. სანამ ლეოს მოვკლავთ. კარგი. როგორ ვთავაზობ? ამილკას გადარჩენას. კარგი, უბრალოდ მოემზადეთ მაშინვე, რომ რაღაც ტყუილს გვეტყვის. არც ისე სწრაფად, თუ გინდა რომ დაგეხმაროთ, მაშინ ჯერ მე უნდა დამეხმაროთ. იწყება. მე გითხარით. კითხეთ მას, რა უნდა? მოიცა, რა გინდა? დრო არ გვაქვს. ხოლოდ ზარდახშა. არა. კარგი, ზარდახშას ვერ მიიღებ. ბოროტი, ჯადოქარი ხარ, სწორია კიტი. მაინც გინდოდა მისი დაწვა, დაფიქრდი, რა არის შენთვის უფრო ძვირფასი? კარგი, თუ დავფიქრდებით, ამელკა ზარდახშაზე ძვირფასია. დიახ, ზღარბიც კი ხვდება, რომ ამელკა ზარდახშაზე ძვირფასია, მაგრამ საქმე ამაში არ არის. მაშინ რა არის ეს? რომ გვატყუებს, რას ვერ ხვდები, ლეო? ზარდახში საღება უნდა და მერე მიგვატოვებს. კი, შეიძლება ეგეც მოხდეს. მომეცი ტელეფონი. და რატომ უნდა გენდოთ? ჩვენ შენ კარგი, რა გულუფრთხილო ხარ? როგორც ჯადოქარი, სიტყვას გაძლევთ. წესები წაიკითხეთ და იცით რომ ჯადოქრის სიტყვა არ შეიძლება რომ დაირღვეს. კი, წავიკითხე ამის შესახებ. არ ვიცი, მე ნამდვილად ამჯერა ამის. მაშინ აირჩიეთ, დავწვათ ზარდახშა როგორც ამელკამ გთხოვა, თუ მივცეთ მას დახმარებისთვის. მოდი ხმები მივცეთ. ვინ არის ზარდახშის გაჩუქების წინააღმდეგი? და ვინ არის მომხრე? კიტი? ვერ გადამიწყვეტია. კარგი, მეც მომხრე ვარ. კარგი, რაც არ უნდა ცუდად დასრულდეს ეს ჩვენთვის, არ მინდა ისევ დავიწყებლოთ. კარგი. ჩვენ თანახმა ვართ. ჩვენ აი ახლავე გამოგიგზავნით ამანაც. სწორი არჩევანი გააკეთეთ. პირდებით, დაგეხმარებით. ლეო, წადი და ჩაალაგე ზარდახშა. კარგი, ახლავე მივწერ კურიერს. სამწუხაროა. იმდენი საინტერესო რამე იყო მასში. მეც მომწონდა, მაგრამ დღეურის გარეშე ყოფნა ჯობია ამელკას გარეშე ყოფნას. სულ ესაა, ამანათი გაიგზავნა. ახლა კი მან გვითხრას როგორ გადავარჩინოთ ამელკა. კარგი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ახლა შენი ჯერია.
იმედია იმ დღიურიდან არაფერი დაგჭირდება. სულ ესაა, ლეო, არაფერი დაგვრჩა, მაგია აღარ არსებობს. სულელო ბავშვებო, მადლობა ზარდახშისთვის და თქვენი მეგობარი მეშვიდე განზომილებაში დარჩება. მოგატყუა? როგორ შეგვეძლო ამის დაჯერება? ჯადოქრის ამ სულელურ სიტყვას ვენდეთ. ასეც ვიცოდი. კარგი, ვხუმრობ, ასეც იყოს. თქვენს მეგობარს გადავარჩენ. შესანიშნავი ხუმრობებია. სულაც არ არის. სასაცილო. რა შვება? კარგი, ამილკას დაბრუნებამდე შვება არ იქნება. მეშვიდე განზომილებიდან გამოსვლა მარტივია. ჭირდებათ შაქარი, სარკე და ჭიქა. უცნაურია რომ არავინ იცოდა ეს გზა. ეს უმარტივესია. ასე რომ შაქარი, სარკე, ჭიქა, სახლში ყველაფერია. რა არის შემდეგი? ლეო, ყველაფერი მოგვიტანე რაც გჭირდება. გასაგებია. რა არის შემდეგი? კინაღამდა მოვიწყდა. ნამდვილი სიყვარულიც გჭირდებათ. თუ გინდათ რომ ძვირფასი ადამიანი გყავდეთ, გამოხატეთ თქვენი გრძნობები, ჩაიხედეთ სარკეში და მერე თქვენი მეგობარი დაბრუნდება. ნამდვილი სიყვარული? სად ვიშოვით მას? ეს უკვე პრობლემაა. ლეო, ამილკა მოგწონდა. იქნებ მისი მოჟადოება გააქარწყლო ნამდვილი პრინციპით. არც კი ვიცი, მე და ამელკა ერთმანეთს არც კი ხვდებოდით. მოიცა, ეს ადვილი უნდა იყოს. როგორც ჩანს, არა. ვიფიქროთ იმაზე, თუ კიდევ ვის უყვარს ამელკა. კარგი, იქნებ ის მოძალადე მე-6 კლასიდან, ის მას მუდმივად აწუხებს. ის მეც მაწუხებს. იქნებ ის ინგლისურის მოსწავლე. მოიცა. კარგი, სახელი და მოვიწყდა. არა, არც ის. ამელკამ მითხრა რომ ის აღარ მოსწონს. მოიცა. და მე ვიცი, ზუსტად ვიცი, ვის უყვარს ამელკა. ჩვენს აუდიტორიას. კიტი, შენ გენიოსი ხარ. ბავშვებო, დაგვეხმარეთ ამელკას გადარჩენაში. გთხოვთ, ჩვენ ნამდვილად ვერ შევხვდეთ თქვენს გარეშე. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. ჩვენ თქვენ შემდეგ ვიდეოში დაგელოდებით. ნახვამდის ყველას!